საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ერთობლივი პროექტი სამინისტროში კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით. პროექტის ფარგლებში 23 სექტემბერს ნატო საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრში პირველი სალექციო შეხვედრა ჩატარდა, რაც მიზნად ისახავს ჯარისკაცებში პატრიოტული სულისკვეთების და ქრისტიანული თუ ზოგად საკაცობრიო ღირებულებების გაღრმავებას. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის ლექტორი გიორგი მეტრეველი. მსგავსი შეხვედრები, რომლებიც ერთგვარად არა მხოლოდ ლექციურ ხასიათს ატარებს, არამედ ინტერაქციულია და ჯარისკაცებს შეუძლია თავისი კითხვა თქვას, ჩაერთოს ამ პროცესში და მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ამ ღირებულებებზე, სასარგებლო იქნება პირველ რიგში მისთვის. და ვფიქრობ, ეს პროცესსაც მთლიანობაში ძალიან წაადგება, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის გაძლიერებას, ეკლესიის გაძლიერებას და ჯარისკაცის როგორც პიროვნების გაძლიერებას ეხება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს თითოეულ ადამიანზე, ვისაც ფორმაცია, სამსახურის ემსახურება, იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მოტივირებული არის და უფრო გააზრებულად აკეთებს თავის საქმეს და უფრო რწმენაში არის.